დარწმუნებული ვარ, ნანახი გაქვთ ფოტო, როგორ კოცნის Times Square-ზე მეზღვაური მედდას. ან ალბერტ აინშტაინი გამოყოფილი ენით. თუმცა იცით თუ არა ისტორიები, რომლებიც ამ და სხვა უცნობილეს საკულტო ფოტოებს ახლავს. ეს არის ფოტო, რომელიც გადაღებულია 2011 წლის 1 მაისს. პრეზიდენტი ბარაკ ობამა და ნაციონალური უშიშროების თანამშრომლები ეგრეთ წოდებულ სიტუაციურ ოთახში იღებენ ზესაიდუმლო ინფორმაციას ყველა დროის ყველაზე ძებნადი დამნაშავის უსამა ბინ ლადენის ლიკვიდაციის სპეცოპერაციის შესახებ. თეთრი სახლის ფოტოგრაფმა პიტ სოუზმა ეს ფოტო იმ დროს გადაიღო, როდესაც პრეზიდენტი ობამა, ვიცე-პრეზიდენტი ბაიდენი, სახელმწიფო მდივანი კლინტონი და სხვა უფროსი თანაშემწეები სიტუაციურ ოთახში შეიკრიბნენ. თეთრი სახლის დასავლეთ ნაწილში, სადაც ბრიგადის გენერალი მარშალ ბრედ ვები სპეცმისიას ადევნებდა თვალს. როდესაც ობამა ოთახში შევიდა, გენერალმა მას თავისი სავარძელი შესთავაზა. თუმცა ობამამ უარი თქვა და მოგვიანებით NBC-სთან ინტერვიუში გაიხსენა. მე მას უთხარი არ შეწუხდეთ, მხოლოდ კონცენტრირდით იმაზე, რასაც აკეთებთ. მე გვერდით დაგიჯდებით. ასე აღმოჩნდი გასაშლელ სკამზე. მოგვიანებით ობამა მისის თქვა, რომ ეს იყო ყველაზე გრძელი 40 წუთი მის ცხოვრებაში. ჰილარი კლინტონმა კი გაიხსენა, რომ ისეთი ყურადღებით ადევნებდა თვალს სპეცოპერაციას, რომ არც კი შეუნიშნავს, რომ მათ ფოტოგრაფი იღებდა. იმავე საღამოს ვაშინგტონის დროით 11 საათსა და 35 წუთზე პრეზიდენტი ობამა საგანგებო ბრიფინგზე იტყვის. Tonight, I can report to the American people and to the world that the United States has conducted an operation that killed Osama bin Laden, the leader of Al-Qaeda. კოცნა Times Square-ზე განთქმულმა ფოტოგრაფმა ალფრედ ეიზენშტატმა მეზღვაურის და მედდის კოცნის ფოტო 1945 წლის 14 აგვისტოს გადაიღო. მას მერე რაც იაპონიის კაპიტულაციის ცნობა გავრცელდა და ამერიკელებს მეორე მსოფლიო ომის დასრულება ამცნო. 27 აგვისტოს ეს ფოტო ჟურნალმა Life-მა დაბეჭდა. არსებობს ამ კოცნის მეორე ნაკლებად ცნობილი კადრიც. თუმცა რა ხდება? ფოტოგრაფს აზრად არ მოსულია ამ ქალისთვის და კაცისთვის ვინაობა ეკითხა. და სწორედ ამიტომ მომდევნო წლებში ვიღაც ქალები და კაცები ურცხვად ამტკიცებდნენ, რომ ფოტოზე ისინი იყვნენ. თავად ფოტოგრაფმა მხოლოდ ის გაიხსენა, რომ გარშემო ყველა ერთმანეს კოცნიდა. 2012 წელს, ანუ კოცნიდან 67 წლის მერე მოხდა წყვილის იდენტიფიცირება. ითქვა, რომ მეზღვაური არის ჯორჯ მენდოსა, გოგონა კი არის სტომატოლოგის თანაშემწე გრეტა ციმერი. ითქვა ისიც, რომ ისინი ერთმანეს არ იცნობდნენ და ეს ნამდვილად სპონტანური კოცნა იყო. ეს ყველაფერი ჯორჯმა და გრეტამაც პირადად დაადასტურეს. თუმცა, აბსოლუტურად ზუსტად მაინც ვერავინ ამბობს, ესენი იყვნენ ნამდვილად ჯორჯი და გრეტა თუ არა. 1951 წლის 14 მარტს ფოტოგრაფმა არტურ სასმა აინშტაინს იმ დროს გადაუღო ფოტო, როდესაც ის მისი 72 დაბადების დღის აღსანიშნავად მოწყობილ წვეულებას ტოვებდა. ეს ამბავი ნიუ-ჯერსის შტატში, გრინსტონში მოხდა. ფოტოგრაფმა უდიდეს მეცნიერს გაღიმებას თხოვა და ამაზე პასუხად გამოყოფილი ენა მიიღო. აინშტაინს იმდენად მოეწონა ეს კადრი, რომ თავისთვის რამდენიმე ასლის დაბეჭდვაც ითხოვა. აინშტაინი ამ ფოტოს გადაღებიდან 4 წლის მერე გარდაიცვალა. 2009 წელს ამ ფოტოს ორიგინალი უკანა მხარეს თავად აინშტაინის წარწერით აუქციონზე $74,000 გაიყიდა. და რა ეწერა ფოტოზე? ვფიქრობ, ეს ჟესტი მოგეწონებათ, რადგან ის მიმართულია მთელი კაცობრიობისკენ. სამოქალაქო პირს აქვს უფლება თავს იმის უფლება მისცეს, რასაც ვერც ერთი დიპლომატი ვერ გაბედავს. 1960 წლის 5 მარტს ალბერტო კორდამ, მოდურმა კუბელმა ფოტოგრაფმა ჰავანაში სამგლოვიარო მიტინგზე 31 წლის რევოლუციონერ მარქსისტი გადაიღო. სამგლოვიარო მიტინგი თფომავალ კუვრის დაღუპვას ეძღვნებოდა, რა დროსაც 75 ადამიანი დაიღუპა. მართალია ჩაძირვის მიზეზი დაზუსტებული არ ყოფილა, ფიდელ კასტრო მომხდარში ამერიკელებს ადანაშაულებდა. მიტინგის შემდეგ გაზეთმა რევოლუციონ, სადაც კორდა მუშაობდა, ფიდელ კასტროს და სხვა მაღალჩინოსნების ფოტოები გამოაქვეყნა. აი ჩე გევარას ფოტო კი დაიკიდა. მიუხედავად იმისა, რომ მომდევნო წლებში ეს ფოტო რამდენჯერმე დაიბეჭდა სხვადასხვა კუბურ თუ ევროპულ გამოცემებში. რაღაც განსაკუთრებული ყურადღება მას მაინც არ მიუყრია. 7 წლის შემდეგ მემარცხენე იტალიელი გამომცემელი ჯან ჯაკომო ფელტირნელი ჰავანაში ყოფნისას ამ ფოტოთი დაინტერესდა და კოდრასგან უფასო ასლი მიიღო.
იმავე წელს, როდესაც ბოლივიაში ბრძოლისას ჩე გევარა მოკლეს, ფელტრინელიმ ამ ფოტოსგან პლაკატები დაბეჭდა და მას გერილიერო ეროიკო, ანუ გმირი პარტიზანი უწოდა და სწორედ ეს ასლები გავრცელდა მალე მსოფლიოში ელვის სისწრაფით და იქცა რევოლუციის და ახალგაზრდული ბუნტის სიმბოლოდ. 1963 წლის 22 ნოემბერს პრეზიდენტ ჯონ ფიჯერალდ კენედის მკვლელობიდან 2 საათის შემდეგ ვიცე-პრეზიდენტმა ლინდონ ჯონსონმა ბორტი ნომერი 1-ის სალონში დალასის აეროპორტში დადო საპრეზიდენტო ფიცი და გახდა შეერთებული შტატების 36-მე პრეზიდენტი. სესილ სტოუტონმა, ყოფილმა სამხედრო ფოტოგრაფმა, რომელიც თეთრი სახლის პირველი ოფიციალური ფოტოგრაფი იყო 1961 წლიდან, ეს პოზიცია იქამდე არ არსებობდა, დააფიქსირა ეს ისტორიული კადრი. მოსამართლეს სარა ჰიუზი, როგორ იღებს ფიცს ლინდონ ჯონსონისგან, მისი ცოლის და კენედის გაუგნებული ქვრივის ჟაკლინ კენედის თანდასწრებით, რომელსაც ჯერ კიდევ ის შანელის ვარდისფერი კოსტუმი აცვია, რომელიც ეწვა იმ მომენტში, როდესაც მისი ქმარი მოკლეს. კენედის მკვლელობის მომენტში სტოუტონი პრეზიდენტის კორტეჟის ერთ-ერთ უკანა მანქანაში იჯდა. საბედისწერო გასროლის შემდეგ ფოტოგრაფი პარკლენდის საავადმყოფოში გაემართა, სადაც კენედის სიკვდილი ოფიციალურად დადგინდა. ამის მერე კი სასწრაფოდ აეროპორტში გაემართა, რომ ჯონსონის ინაუგურაციისთვის მიესწრო. სტოუტონი ბორტ ნომერ 1-ზე ერთადერთი ფოტოგრაფი იყო და როდესაც კამერამ გაჭედა, ყველამ ჩათვალა, რომ უმნიშვნელოვანესი მომენტი ფირზე აღბეჭდილი არ იქნებოდა. მაგრამ პროფესიონალმა ფოტოგრაფმა პრობლემა მყისიერად აღმოფხვრა და ისტორიული მოვლენა დოკუმენტურად აღბეჭდა. და იმ საყოველთაო ქაოსის პირობებში სწორედ სტოუტონის ფოტომ დაადასტურა, რომ ქვეყანაში კვლავინდებურად შენარჩუნებული იყო ხელისუფლების კანონიერად გადაცემის სისტემა. 1926 წელს ფოტოგრაფმა დოროთეა ლანჟმა გადაიღო ეს ღატაკი ქალი, 32 წლის ფლორენს ოუენსი, ჩვილით და კიდევ თავისი 7-დან 2 მცირეწლოვანი ბავშვით, კალიფორნიაში ბანაკში. ფოტოს მიგრანტი დედა დაარქვეს. ეს ფოტო იყო სპეცპროექტის ნაწილი, რომელსაც მუშა მიგრანტების მძიმე ცხოვრება უნდა აესახა. ფოტო მალე გაზეთებმა დაბეჭდეს, რამაც მთავრობას სურვილი გაუჩინა ბანაკში დახმარება გაეგზავნა, სადაც რამდენიმე ათასი ადამიანი გაუსაზლის პირობებში ცხოვრობდა და შიმშილობდა. თუმცა როდესაც დახმარება ბანაკამდე მივიდა, ფლორენს ოუენსი იქ უკვე აღარ ცხოვრობდა. ეს ფოტო კი იქცა დიდი დეპრესიის ეპოქის სიმბოლოდ. და ეს არ არის ამ ისტორიის დასასრული. საქმე ის არის, რომ ფოტოგრაფს ქალისთვის ვინაობა არ უკითხავს. ამიტომ 10 წლეულების შემდეგ მისი მოძებნა გაჭირდა. თუმცა რეპორტიორებმა ეს მაინც შეძლეს და სწორედ მაშინ 70-იანი წლების მიწურულს დადგინდა ფლორენს ოუენსის ვინაობა, რომელიც იმ პერიოდში უკვე ტომპსონის გვარს ატარებდა და ისევ კალიფორნიაში ცხოვრობდა. და იცით რა უთხრა რეპორტიორებს უკვე 80 მიტანებულმა ფლორენს ოუენს ტომპსონმა? უთხრა, რომ ნანობს ამ ფოტოს გადაღებას, რომ დათანხმდა, რადგან ფოტოს სანაცვლოდ ფული არ აუღია. ფლორენსი 1983 წელს 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. 15 წლის მერე კი ეს ფოტო, ორიგინალი, დოროთეა ლანჟის ავტოგრაფით აუქციონზე $244,000 გაიყიდა. 1945 წლის 23 თებერვალს Associated Press-ის ფოტოგრაფმა ჯო როზენტალმა გადაიღო 5 საზღვაო ქვეითი და 1 სანიტარი, რომლებიც შეერთებული შტატების დროშას აღმართავენ სურიბატის მთაზე, იაპონიის კუნძულ ივიძიმას ყველაზე მაღალ წერტილზე. საზღვაო ფეხოსნების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი ბრძოლა 19 თებერვალს დაიწყო, როდესაც ამერიკელები გულმოდგინედ გამაგრებულ კუნძულზე შეიჭრდნენ. 4 დღის შემდეგ მათ კუნძული დაიპყრეს და მთაზე მცირე ზომის დროშა აღმართეს. თუმცა ცოტა ხანში მეთაურმა ბრძანა, რომ ეს დროშა ჩამოეხსნა და უფრო დიდი ზომის ამერიკული დროშა აღემართათ, რათა მისი დანახვა შეძლებოდა კუნძულზე მყოფ ყველა ადამიანს და ასევე ის ზღვიდანაც რომ კარგად გამოჩენილიყო. ფოტოგრაფ როზენტალის კამერამ სწორედ ეს მეორე დიდი დროშის აღმართვის კადრი აღბეჭდა. მოგვიანებით სამხედრო ფოტოგრაფი კადრის დრამატულად დადგმაში დაადანაშაულეს, თუმცა ის ბრალდებას უარყოფდა და სხვათა შორის თვითმხილველებიც ადასტურებენ, რომ ეს კადრი დადგმული არ არის. და რომს ყოფილიყო რა? ეს ფოტო ძალიან ღონიერ პატრიოტულ სიმბოლოდ იქცა და პულიცერის პრემიაც მიიღო. სწორედ ამ კადრის შთაგონებით შეიქმნა სამხედრო მემორიალი არლინგტონის ნაციონალურ სასაფლაოზე. და ეს არ არის ამ ფოტოს ისტორიის დასასრული. ამ 6 ადამიანიდან 3 რამდენიმე დღეში ჩასაფრებულმა იაპონელმა ჯარისკაცებმა მოკლეს.
სამი გადარჩენილი კი ამერიკაში დაბრუნდა და მათ როგორც გმირებს ისე დახვდნენ. შემდეგ ისინი მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა შეკრებებზე დადიოდნენ და სამხედრო ობლიგაციების შეძენას აგიტირებდნენ.